კიდევ ერთს მეხვეწება. Subaru სული ჩაუსახდა Land Rover-ს. გაახეთ კაცრავი. ნუ მანქანა შეუძლია ეს. მოდი ბიჭები, ნუ გერიდევათ. კარგად ჩანვართ ფრეიმში. სალამ მეგობრებო, მე ოთო ვარ და ჩვენ ხშირად ვაწყობთ ხოლმე ერთად off-road შეჯიბს, უпростоრად off-road აღმართის დაძლევას, არასერიოზულს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არასერიოზულია, მაინც ჭირდება რაღაც ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც გახდის სერიოზულს, მას რომელიც გახდის გამოწვევას და გადავწყვიტეთ, რომ დღეს როდესაც ჩვენ ვართ დაკავებული სკაუტინგით, ანუ ასეთი ადგილის ძებნით, ესეც გადავიღოთ, ხო? თან რაღაც საინტერესო შეიძლება იყოს თქვენთვისაც, რას ვეძებთ, როგორ ვეძებთ. ვართ ორი მანქანით, ერთი არის Nissan Patrol-ი. არის რა მანქანა, რა წახვალ სამსახურში მოხვალ რაღაცა ორკაპიქსი შოვიდა თუ რაღაცა. Land Rover-ი აი ნამდვილი მანქანა, რაღაც ჯენტლმენების მანქანა, რომელიც რა ვიცი, აი ძალიან მაგარია და ყველა ვაღიარებთ, რომ აი იმდენად მაგარია, რომ ყველას გვინდა ერთი გყავდეს რა. შარვალ კოსტუმითაც შეიძლება ტალახში წასვლა, არ დაისვარო ისე. თუ მიხვედი იქამდე. ხო. აღიარეთ მეგობრებო, რა შედეგი მაქვს, რა შედეგი მაქვს. ეს ოთოს უხარია, თორე ისე იშვიათად თუ სახელოსნოს გაცდა. ალახი ახლოს სახელოსნოს. მესამე მანქანას ხავს, ბრანჩეროკი უბრალოდ არ ჩანს. მესამე მანქანას არ ჩანს, იმიტომ რომ ზაფხულის საბურავებზია და რო არ ყოფილიყო ეს. რატო არ არის Subaru? ეგ არის კითხოთ. ყველასთვის გასაგებია რატოაც არ არის Subaru. Hello darkness my old friend. წავედით ეხლა მოკლედ ვეძებთ ლომს. რას ეძებ? ლომს. და მე იქნება ვავა ლომი. რას ვეძებთ ბატონო? ვეძებთ ლომს და იმედია რომ ვიპოვით, ანუ ვეძებთ ისეთ აღმართს, რომელიც ლენდოსთვის და პატროლისთვის იქნება წინაღობა და Grand Cherokee აი ამ საბურავებით, როგორ ვთქვა, სამოქალაქო საბურავებით ვერ შეძლებს რომ დაძლიოს. აი ასეთ აღმართს ვეძებთ და მე მგონი საბურავები უნდა დავუშვათ. საქმეც ის არის რომ Subaru რომ იყოს დღეს აქ დაუშვებელი საბურავებით ივლის, მაგრამ სალამ წინაღობას შეუტევთ, რა თქმა უნდა, off-roader-ოლებ საბურავების დაცვის ცერემონიალი. შეეშვი, კარგია. მაგი კაია. ანუ ყველა დაუშვით. დღეს მაგარი დღეა. ჩემი Subaru ხო ნუ ვიცით და დავჩაგრეთ და თქვენ ორ შორის ერთი რომელი არის მაგარი, მაგრად მაინტერესებს. არასწორი შედარებაა ძმაო, არასამართლიანი. Land Rover-ს არ უყენია შესაბერისი საბურავი და Subaru-ს რაც უნდა მაგარი საბურავი დაუყენო, მაინც Subaru რჩება, რასაც მეჩემო. როგორ წარმოუდგენია ყველგან ხედავს აი შეჯიბს, უნდა რომ ვინმეს დაუნტკიცოს, მაგრამ ვინ საკუთარ თავს დარწმუნებულები ვართ, არავის არ უნტკიცეთ, არა ლაშე. უნდა უბრალოდ საბურავს უშვებ და მივდივარ. ცალმა მიგეა როგორ გინდა ვიდეოში აჩვენო თქვენი შინაგანი ფიქრები. წავაწყნით პირველ წინაღობას. ნუ ეს ისეთი მანქანებისთვის როგორიც არის პატრული და ლენდო, წესით არ იქნება წინაღობა, თუმცა არის რა. აი აქ გვერდიდან უნდა უვარ. თორე ბორბალს გახვიტავ აი აგეთ. აი აქ არ მოხდი ამას. წამოვიდა პეტრული, უნდა რომ ეს პატარა წინაღობა გადალახოს. ისეთია რა, ტექნიკური ჩელენჯია მისთვის, იმიტომ რომ და შეარჩიოს მძღოლმა სწორი ტრაექტორია აქ გადმოსასვლელად. ცოტა მარცხნი, ოდნავ, ანდა კაის, არა, მარცხნი, ოდნავ მარცხნი, ოდნავ მარცხნი. კიდევ ოდნავ მარცხნი. გაასწორე საჭე. всё, ეგა. დაიძრა Land Rover-ი. არ უნდა გაუჭირდეს რაღაცა და მიგანახეთ პატივცემულება. მაქსიმალურად ეცადე რომ უსაფრთხოდ გადმოხვიდეს, ხვის იმედი არ ქონდეს. მარცხნივ. სად ვარდებოდა დააბუღაბე. კალია შევარდები ახლა უყურე და კარგია კალია. წამო. აი ეგრე. პირდაპირ იარე. პირველი წინაღობა ადვილად გადმოვლახეთ, შედარებით მარტივი იყო, ვეძებთ ლომს. ლომმა შეგჯაბაშენ. დაჯე, წავედით. აქ მე მგონი ვერ ავალთ. მე მგონი არ აქ უეჭველი ვერ ავალთ. გამორიცხული აქ რო ჩაგიგდოს ვერაფერს ვერ იზრდება. ამას ოთო არ გაუშვებს კაცი, მაგრამ ლომებმა ჩაიჯვეს.
ცენზურა პატივცემულობა. ალბათ თუ. დასპიცა ვარ აქ ძმაო, აუვალ ჩაულებრივად ჯალამბრით. არა, აქ მე არ მგონია რომ შევძლო ასვლა რა. ანუ ვერ ხვდები რა უნდა ვქნე ამაში რომ ჩავაგდო. ვერ აიტანს თავს რა. მაშინ ასე უნდა ვიარო და ასე რომ ლომი იპოვეს, ლომი იპოვეს. ხო, აი ხა ეგ რა უნდა ქნა ამ ადგილას რა. აქ ეს სამტრედიელი ჩეროკი ამოვა. ბოლოს პატივცემულს რო უთხარი თავიდან სადეთქო, სულ დამთავრდა და ეხლა დღეს ხმას არ ვიღებ. მე რომ ვიყავ ცდიდი და ამოვიდოდი. ხო, აი ამ კალის ეშინიათ ლომებს. თქვენი კომენტარი? მე მგონი ლომი ვიპოვეთ და არ გვინდა რომ მაგ ლომს შეუტიოთ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით მაგ წინაღობას ვერ დავთ. დიდი ალბათობით არა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მაგ წინაღობას ამ საბურავებით და ამ პირობებში ლენდო ვერ დაძლევს და აზრი არ აქვს ყველა წვალებას, წავედით სხვა წერტილის საძებნელად. აბა რა სიტყვა ერთი ორი სიტყვა. ჯერ არაფერს. ვეძებს შესაფერის ადგილს. უპს, მოსდორო. სხვის მანქანაზე უნდა დასვეს ხალხი. უფრო თავდაჯერებულები რო იყვნენ სხვის მანქანაზე. მეტი რო გაბედონ, მეტი. შევს მანქანაზე ვერ ბედავენ. ჩვენ ლენდოს მძღოლები ისეთი დაუნდობლები არ ვართ, როგორც სუბარულოგები. იმიტომაც ვერ ავიდნენ. ვაა, საო. იქიდან წყლა მოდიხარ და ვერ ამოდიხარ პახოთ იმიდან. კარლიდან ამოსვლა წყლას თქო. როგორც ხარიც წამოდი. ბიჭო სადამოვიდა. მაიცა. ცოტა ისე რა ქვია, გულის ცემამ ცოტა მოიმატა ზევითავიდა რა. ცოტა ხო, პირო მასაღო კარგად გამოხედა რაღაცა თქვი. საღო Land Rover-ი ძმაო, ეგეთი საბურავებით, ეგეთი შედეგის დადება. და ამ დროს სუბარულოგის კომენტარები ხო ნახეთ? აქ გაიჭედა და ეს არიან ეს სიტყვა არინდობა მათზე, სიტყვა. ვინგიცია ტრაქტორი. ვინგიცია. ვინ მირჩია და ამ პატიოსანმა კაცმა მირჩია. თორე შენ იდექი აქ და რაღაცას მეუნებოდი თქო მარჯვნიცადი, მარცხნიცადი რაღაცა ეს. ნერ მოხდა რეკლამური სიმტოზა აქვს. ორი წინაღობა გადავლახეთ, ისეთი რომელთანაც არა, ერთი ვერ გადავლახეთ ბოდიში. ხო, მეორე წინაღობაზე Land Rover-მა მოკლედ იწვალა, მაგრამ ამოვიდა. პატრულს არ გაჭირვებია, საბურავებში არის ძალიან დიდი სხვაობა. და ველოდებით ეხლა უფრო მეტ წინაღობებს. მან დარღის ხალხის მიყვანა, ან ხიდის გადმოსვლაზე ცოდვაა ხალხი. გაბალ მანქანებს უნდა გავაფუჭებინოთ ის. ეხლა მივდივართ სოფელი ეკის ზევით. არის, ყოველ შემთხვევაში აქ ადგილობრივებში ცნობილი აღმართი, რომლის დაძლევა წვიმაში ფაქტიურად მისტიკაა. თუმცა ორი დღე არ უწვიმია და ვფიქრობთ, რომ დავძლებთ და თავ ნახავთ იქნებ ვიპოვოთ რაღაც ისეთი, რომელზეც შეიძლება რა შეკრება ჩავატაროთ და შეჯიბრი. ნუ სუბუქი მანქანებისთვის რა, თუმცა წვიმის დროს მან ესეთი დადაბლებიანი მანქანებიც დადაბლებიანი. სუბარუსთვის ეძებს რა ადგილს რა. არის ეს Subaru ცოდვა, საჭმელი ხომ მოაქოლმე და რაღაცაში გავიტოვე. კარგი, წავედით მაშინ და გადავწყვიტოთ მე იქ.
რა ვფიქრობ რომ ტყილად ვაწვალებთ ახლა ჩვენ ამ იმას პატროლს, იმიტომ რომ აქ არ გაუჭირდება არანაირი. ოპა, აი მან გაჭირდა ცხოვრება. არ გაგვიჭირდებაო ასვლაო მეგობრებმა. აქ მე ვერავალ. აქ ხოდით თუ არ ამოდის შველია ზემოთ. აბა ვნახოთ ახლა Land Rover-ი რა შედეგებს დადებს. გადაურთო ოთომ რაღაცა თავის მოუდები და რაღაც სენდები და რა ქვიშა და კაროჩე უდაბნო და ცათამბჯენი ყველაფერი ჩართო Land Rover-ზე. ნახოთ Land Rover-ი რა სიზამს. გასკდა ძრავი და ჩარჩა Land Rover. აიგა Land Rover. შრალ ამინჩი Land Rover-ის ლეგენდა დასრულდა მეგობრებო. მე მგონი ეს ის შემთხვევა, როცა შენ ბედნიერი იქნები. აქ ამოსვლამდე ვფიქრობდით Grand Cherokee-ის დატოვებას დაბლა. ეხლა უკვე ვფიქრობთ Land Rover-ს დავტოვებ და პატრულით გავაგზავნებ გზას წინ. ადემსაულო ჩამოწერწავს სარკეს ჩამოწერ. აი გულწრფელად აი აქამდე Subaru-თაც ხომ მოვიდოდი. აი სადაც შენ გახარ. ვერ მოხვიდოდი. კი უეჭველი მოვიდოდი აქამდე Subaru-თ. ხო. ჩემი ბრალია რა. ჩემი ბრალია. ამ ტალახში სად მოდიოდი ამ მანქანით. Land Rover-ის ბედი ძმა ოძენელია. კაი. ცოტა წინ მიდი. Land Rover-ი მაქსიმალურად ცდილობს სირცხვილის ჩამორეცხვას, რაც სავარაუდოდ არ გამოუვა. მაგრამ ამ ტალახს ვერ ჩამოირეცხავს, ხო შენ გიჩვენებ მე რა ხსიზამს ახლა Land Rover. ეს Land Rover-ი ამ საბურავებით მაქსიმუმ კიდევ გასათრევი გახდეს. დღევანდელი დღის გმირი Grand Cherokee Land Rover-ის მშველელი. Land Rover-მა სენაკიდან აიღო სტარტი, მაქსიმალური სისწრაფით შეუპიოს აღმართს. ნახოთ რა გამოვა. ეს უკვე სასაცილოდ აღარ არის მეგობრებო. წაიღო თავი, მას ეს შეუძლია. ოჰოჰოჰო, 8 ცილინდრი რა დღეშია, 8 ცილინდრი რა, აიტანა თავი. ცოტა დარჩა, დაადუღა, Subaru სული ჩაუსახდა Land Rover-ს. აიტანა თავი. გახეთქა ძრავი გახეთქა და ავიდა. აი ეგა ძმა 3000 ზემოთ აბაროს არ წევს. ზეთი ახალი შეწევი აქვს. 8 ცილინდრი. ეხა ბიჭო. Subaru ეხა. 8 ცილინდრი. 3 ზემოთ აბაროტი არა უწევი ამ მანქანას არასდროს 3000 ზემო. თქი ეხა. საღოლ ძმაო. თქი ეხა. მეც კი გამიხარდა. შეუძლია Land Rover-ს ძალა. ქონია Land Rover-ს. ძალა ხონია, მაგრამ ძღოლიც ისეთი ყავს რა. Subaru სული ჩაუსახდა ძღოლს. რა ტალახში ამოდის Land Rover-ი, რომელ მანქანას შეუძლია ეს? ბევრს არ შეუძლია. აი აგედა უფრო მარტივად ამოვიდა მაგალითად. იმას ემტეუგენია ძმაო და ამას ატევს. შუბლივი პროტექტორები და სადამოვიდა რა, მაგარი ყოფილა Land Rover-ი. აუ, ჩემ ერთი ცალი მინდა რომ ყავდეს რა საძმაკაცოში. უნდა გადავწყვიტოთ, გავჩერდეთ და ვიმწვადაოთ, თუ გავაგრძელოთ გზა. რეზი ფიქრობს რომ, რეზი რას ფიქრობ? გავაკეთოთ სწორი. პატიმცემული შენ? მეც ვფიქრობ რომ უნდა გავჩერდეთ, იმიტომ რომ აქ რამდენიც ვართ ადამიანები პატრულში ყველა ვერ ჩავეტევით. თან ეხა დავტოვებთ ამ სათამაშო მანქანებს და მანდ გავაკეთოთ წოდიშეც. სერიოზული ბიჭები წავალთ ხორცის საჭმელად.
გასი ძახტი როგორ ამბობს ოთო? 13 არ მიცევა, ბაროტი როგორ ამბობს? შეროჩი. არ შეიძლება უძა. მეო 3 დაბაროტი დავდივარო, ალ ძრავს ხო არ გავაფუჭო. თან მე მეუნება ხოლმე რომ ბიჭო ესე არ შეიძლება უკავშირ ძრავს გააფუჭო. სულ ესე ხო ვერივლიო. მეო 3 დავხსო აბაროტიო და მუსიკა დააკრავინა ძრავს. ესე ხო მიქსაუნდ. შეჯურს აქ უეჭველი მოვაწყობთ, როგორი მანქანებისთვის, ალბათ მოკლედ ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს, მოდი ესე ვთქვათ რა, არავინ არ დაიჩაგროს თავს. აუცილებელია. სუგაროებით? მე რა მოვიდეს ყველამსადოს. მაგრამ ნუ მანქანა აწეული უნდა იყოს. ანუ თქვათ ქართული სიმაღლით გაუჭირდებათ რა, რაღაც ადგილებამდე მისვლაც კი. და ყველაზე მთავარი წინაღობა სადაც არის მანდ. ნუ მან დატოვებენ მანქანას და სხვა რომელი მანქანაც ამბობ, მაგას ამოვყვებით ამ ლოკაციამდე რა, სხვა გზა ხა. მე მგონი რომ არ არის. მაგრამ ყველა შეუძლიათ სადოს რა. საკმაოდ კი არა ძალიან რთული ამოსასვლელი და აღმართია რა. სასურველი MT საბურავით. სანამ არცთი ვერ გაიგებ. ხო. AT საბურავებით ლენდოსთვის დაახლოებით 2 დღეა რაც არ უწვიმია და სერიოზული წინაღობა იყო. ამ დროს პატრულისთვის, რომელიც არის 35-იანი MT-ებზე, ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინაღობა არ იყო ეს რა. ხა დაბუქსავდა არა, ხო, შედათ ამოვიდა, რა თქმა უნდა, ეგრე იყო, შედათ ამოვიდა. მაგრამ ნუ MT საბურავებია რა. ასე რომ ნებისმიერ შეგიძლიათ ცადოთ, მოხვიდეთ. იქნება ანონსი, შეკრება ეკის მთის დასაძლევად. მომავალ შეხედავთ.